ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გარკვეულია, ახლა დანაშაულის ჩადენის მოტივია დასადგენი. რატომ გამოჩნდა ამ საქმეში ასევე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას სახელი? რამდენიმე წუთში ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და დავით ხაჟალია მხარეთა არგუმენტებს წარმოგიდგენენ. მანამდე სხვა სიახლეებს გაგაცნობთ, ვინ არის ვალერი ზუმბაძე. დღევანდელი მონაცემებით ის თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილეა. მის კარიერაში კი საკმაოდ სკანდალური დეტალები მოიპოვება. გაირკვა, რომ წინა ხელისუფლების დროს ზუმბაძე გამომძიებლის რანგში პირადად ხელმძღვანელობდა შემდეგ საქმეებს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების, ამავე ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას, ექს-პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის სიმონ კილაძისა და სპეცოპერაცია ენვერის საქმეებს. პოლიტპატიმრების ნაწილი მას ადამიანების წამებასა და ცრუ ბრალდებების შეთხზვაშიც ადანაშაულებს. ზუმბაძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში მინდია ჯანელიძის გამინისტრების შემდეგ დაინიშნა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს კონტრდაზერვის საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. გურამ როგავაგი ამბობთ, როგორ იხსენებენ ყოფილი ბრალდებულები პატიმრობაში გატარებულ პერიოდს და ამ პერიოდში ზუმბაძის აქტივობას. დახვრიტეს იმიტაცია, ეს უკვე მოდულის შენობაში და გუანტანამოს მეთოდი, როსაც ადამიანს ასე ვთქვათ, ცელოფნის პარკს ნახურავენ და გუდის, ანუ მოხჩობის იმიტაციას უტარებენ. ეს ყველაფერი, როგორც ვახტანგ მაისაია ამბობს, მან საკუთარ თავზე გამოსცადა. ყოფილი პატიმარი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წელს დააკავეს, ქრონიკას უყვება, რომ მის წამებაში ვალერი ზუმბაძე პირადად მონაწილეობდა და ამგვარი მეთოდებით აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდა. მთელი თბილისის ხონდა ჩანგრეული და ხდებოდა მუხარები, ანუ ოჯახის წევრების განადგურების გამოყენებით, მათ შორის იგივე ელექტრობის და ფრჩხილების დაძრობით და ასე შემდეგ. ის პირადად შეგეხოთ თქვენ ფიზიკურად? კი, რა თქმა უნდა. ვალერი ზუმბაძე? კი, ვალერი ზუმბაძე. კი, ახლა ამაზე მიცემული მაქვს ჩვენება და ამის შესახებ დაიწყო სისხლისამერის საქმე. დიდი ეჭვი მაქვს, რომ შესაბამისად როგორც ჩანს, მათ დაჭირდათ იგივე თუნდაც კაბელების საქმის გაყალბება და ამაზე დიდი გამყალბებას ბუნებაში ვერ ისრულებს ადამიანი. და არ ვიცი, ალბათ კიდე ჭირდებათ, რომ კიდე ახალი საქმეები შეკერონ ახლა, მე სხვა განმარტებას ვერ მოგცემთ. ვალერი ზუმბაძე ახლა არა თავდაცვის სამინისტროს კაბინეტში, არამედ საპყრობილეში უნდა იჯდეს. ასე ფიქრობს გიორგი აბდალაძე, ფოტოგრაფი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდება სწორედ ზუმბაძემ შეუდგინა. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე შეთითქმაში ყველა იმ საქმეების, რითი ჩვენ გაგვასამართლეს. ჩვენ ვით გვაწამებ და იმ ხალხის დაწინაურება არ შეიძლება. რაც ხდებოდა იქ, ჩვენ რაც გავიარეთ, ფაქტობრივად მაგ ადამიანების სცენარით ხდებოდა რა. უშუალოდ ამ კაცის. ჩეჩნეთიდან დევნილი საიხან მუზაევი უკვე მეორე წელია ვალერი ზუმბაძის დასჯას უშედეგოდ ითხოვს. ის ამტკიცებს, ზუმბაძე მისგან ცრუ ჩვენების მიცემას ლაფანყურის საქმეზე ითხოვდა. მე მას უთხარი, რომ ვერაფრით დავეხმარებოდი, რადგან ლაფანყურის სპეცოპერაციასთან არავითარ კავშირში არ ვიყავი. მან მიპასუხა, რომ ეს იცოდა, მაგრამ მაინც დაჟინებით ითხოვდა, რომ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვასა და შესრულებაში მაღალი თანამდებობის პირები დამედანაშაულებინა. როცა უარი ვუთხარი, ჯერ მოკლით დამემუქრა, მერე კი დიდი ფული შემომთავაზა. თანხმობა მაინც რომ ვერ მიიღო, მითხრა ცხოვრებას კოშმარად გიქცევო. ამის შემდეგ სამსახურიდან გამათავისუფლეს და ქვეყნის დატოვება ამეკრძალა. ვალერი ზუმბაძე ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის სიმონ კილაძის დაკავების ოპერაციასაც. არქივში მისი ერთადერთი ვიდეო ინტერვიუ არსებობს, სადაც ის ენვერის სპეცოპერაციაზე ყვება. ზუმბაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა, გავრცელებული ინფორმაციით მოქმედი თავდაცვის მინისტრის ახლო მეგობარია. ზუმბაძემ დღეს მედიასთან ურთიერთობის ასეთი ფორმა აირჩია. Алло, გისმენთ, არ მესმის, ერუცვალე, ცოტა გამაღლა, ალო. ბატონო ვალერი, ტელეკომპანია იმედიდან გირეკავთ, ჟურნალისტი გურამ როგავა. ვალერი ზუმბაძის წარსული საქმიანობის შესახებ საუბრის სურვილი არც ჯანელიძის უწყებას აქვს.